ყავდა ნაცნობი. ასეთი ადამიანი იშვიათია. ეს იყო ადამიანი, რომელიც ჩხუბით არ იღლებოდა. წლების მანძილზე ყოველ დღე ვიღაცას ეჩხუბებოდა, მთელი სამეზობლო დაიფრინა, ყველას თავისი ადგილი მიუჩინა. საკუთარ დედას რომ ეჩხუბებოდა, ორი ბეტონის კედელში გამოდიოდა მათი ხმა, მეც გაუცინებდი ხოლმე და ჩაუვლიდი. ცოტა რომ დაწყნარდება მეთქი, მერე გავესაუბრები. ერთხელაც ასეთი სათხოვარით მივადექი. ერთი ძალიან საზიზღარი კაცია და უნდა ვცემო და წამოდითქო. ასეთი ბედნიერი, ასეთი გახარებული არასოდეს არ მინახია. წარმოიდგინეთ, როგორ ჟღერს, აი შორიდან როგორ ჩანს, ღვდელი გეხვეწება, რომ კაცი უნდა ვცემო და დამეხმარე. აი ეს ხელების ფშნეტით. საცხოვრობსო, ვინ არისო, როდის წავიდეთ? მე უთხარი, ეშმაკს უნდა ვცემო და დამეხმარეთქო. ეფექტი იყო, საბურავს რაღაცა რომ შეერჭობა და ეგრევე დაუშვებს. ამ ძალიან მამაცმა ადამიანმა, რომელიც მზად იყო არაფრის გულისთვის. აი თუ თვითონ ვერ მოკლავდა, შეკვდომოდა ვინმეს. ვერ გაბედა თავის ნამდვილ მეუფესთან დაპირისპირება და შორიდან რომ დამინახავდა ხოლმე, ესე მოგრძალებით და ჩაგუნავდა თავს, სხვაგან გაიხედებოდა. წმინდა მამებს ასე უწერიათ, რომ ეშმაკის ბრძოლა ადამიანის წინააღმდეგ ეს არ არის ცალმხრივი, ეს ყოფილა ორთაბრძოლა. ეშმაკი რო გირტყავსო ვერცხლის მოყარეობითო, შენ დაარტყი მოწყალებითო. ის რო გირტყავს სიძვით, შენ დაარტყი მარხვით და ლოცვით და ასე შემდეგ. ის მას რო ამპარტავნება მოაქვს, შენ თავმდაბლობით. ასე შემდეგ. ჩვენი მარხვით ეშმაკი თურმე შიმშილით კვდება. მოხდაო სინქრონიზაცია, აღრევა, დაცემული ანგელოზური ბუნებისა და დაცემული ადამიანური ბუნებისა. და მარტო ისინი არ მოქმედებენ ჩვენზე, ჩვენც მოქმედებთ მათზე. და თუ თქვენი მოქმედება ეშმაკებზე იქნება ეფექტური, არა სიმბოლური, აი ვეცადე და რაღაცა ესეთი თავისმართლებები, ესე არა. თუ იქნება ეფექტური, რეალური, ეს მოგიტანთ ამ ქვეყნად თავისუფლებას ვნებებისგან და ეს მოგიტანთ საზვერეებში უპრობლემო სვლას. ღმერთმა გაგახაროთ.